ნახავთ ქუჩაში ბევრჯერ შეხვედრიათ ახალგაზრდები ფოტოაპარატით ხელში. ეს ერთგვარ მოდად იქცა. შეიძლება ეს თინეიჯერებიც მოდას აყოლილები არიან, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ფოტოების გადაღებას უთმობენ. როგორ ახარ მის? რა შევი, საიდან მოდიხარ? ჰა? მაშინ ერთი პირველი შევი. პირველად მომეცა შანსი რომ გადაგიყო ის. მოგზაურობენ საქართველოში და ცდილობენ რაც შეიძლება კარგი ფოტო გადაიღონ. მოყვარულებისთვის უფრო მოსახერხებელი და პრაქტიკული ციფრული ფოტოაპარატია. თავარია მაღალი მეგაპიქსელი და კარგი ობიექტივი გქონდეს. მაგრამ არიან ფოტოგრაფები, რომლებიც ფირს ამჯობინებენ. პირველი ფოტო გადავიღე დაახლოებით 5 წლის წინ, შეიძლება 6 წლის წინ. ვიღებდი მანქანებს, ძველებურ მანქანებს, რაც კი თბილისში მანქანები იყო, ყველაფერს ვიღებდი აბსოლუტურად და თან ძალიან უბრალო კამერით რა. რაღაც მოდასავით იქცა ამ ბოლოს ფოტოაპარატის სიარული, რაც ვისაც ფოტოაპარატი კიდია მაგარი ტიპია. არა, რა ვიცი, როგორ გადაიღებ მაგაზია დამოკიდებული. შეიძლება კი მაგრად იღებდე რაღაც, მაგრამ ზოგი ვიცი მაგრად იღებს ფოტოაპარატი არა აქვს შესაბამისი. რაო, იმ ხალხს ჭირდება რომ კარგი ფოტოაპარატი ქონდეს და ბევრი ვიცი პირიქით, მაგრამ ვერ იღებს და მაგარი ფოტოაპარატი აქვს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ტიპაჟი მოეწონება და სრულიად უცნობ ადამიანს გადაღებას თხოვენ. შენს. რა მოხდება უკვე ეგრეთ წოდებულ მოდელზეა დამოკიდებული. დღეს კი ფოტოგრაფებს გაუმართლათ. არ არის პრობლემა. ერთ-ერთი თქვენთან გარმა ეს პოზიცია დაიხოს რა. თუ გინდა ფეხს ნუ გადადოთ, просто ესე წამოწეთ რა. Something that's worth you see. You know I wanna fly like a kite in the sky. ვაცა, სწორად უნდა ჩას. გათხოვე. ფოტოგრაფი რისი ფოტოგრაფია თუ დამწყებს არ დაეხმარა და გამოცდილებიც ბრძნულ რჩევებს არიგებენ. შევპირიქით ხო? ორ 4 წლის, მაგრამ 2 წელია ვიღებ. ძალიან დამაინტერესა. მართალია არ არის ბევრი ადამიანი ჩემ წლოვანებაში ვინც იღეს, მაგრამ თვლი რომ ძალიან საინტერესო მიმდინარეობა არის ფოტოგრაფია და ბევრი რამე შეგიძლია ისწავლო ამით. მე პირადად ძალიან მიყვარს როცა ფოტოებს მიღებენ და ხშირად გადაუღია ჩემთვის, როცა რაღაც მოდელობის პონჩი და ეხლა ძალიან სასიამოვნოა. არსებობს ფოტოსაიტი, სადაც ყოველდღიურად ხდება საუკეთესო ფოტოების გამოვლენა. დაჯილდოების რა მოგახსენოთ? ბოკე არის საქართველოში ერთადერთი პირველი ფოტოსაიტი, რომელიც გაიხსნა და უმეტესობა ფოტოგრაფების, ვისაც აქვს სურვილი რომ მისდიოს ამ პროფესიას, შემოდიან. სხვადასხვა მოყვარულებიც ბევრი არიან ძალიან რა. ძალიან კარგი, იმიტომ რომ იქ განვითარებას ფოტოგრაფიის სამხელოვნების ძალიან ეწყობა ხელი და მე ეს მიხარია ძალიან. ფოტოს იღებენ იმისთვის, რომ შემდეგში სხვებმა შეაფასონ. ხშირ შემთხვევაში ფოტოგრაფებიც და ოპერატორებიც კადრს მიღმარჩებიან.